სანდრო ახსენეთ და მე სიამოვნებით გადავალ შეკითხვით ჩვენი ქვეყნის მთავარ მუშკეტერთან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არის ჩვენთვის საამაყო. სანდრო, განსაკუთრებული, მე ვფიქრობ გულშემატკივარს განსაკუთრებული ბმა გქონდა იმ ემოციებთან, იმიტომ რომ შენ არაერთხელ იყავი ძალიან ახლოს გამარჯვებასთან და ფაქტობრივად ყველა ის მომენტი, რაც შენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობ, რომ ამას რაღაც ნაწილობრივ გულშემატკივარი მაყურებელი იზიარებდა და ამის ყველანი მონაწილენი ვიყავით და უდიდესი ბედნიერება გვაჩუქე და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. განსაკუთრებული არის ალბათ შენთვისაც და ჩვენთვის იმით, რომ ეს ტიტული შენ სამშობლოში მოიპოვე, რაც უკვე ვახსენე და მოდი შენ გვითხარი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ის გამარჯვება, რასაკვირველია, ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანი, მაგრამ ის მოხდა შენს სამშობლოში, შენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, უდიდესი რაოდენობა ადამიანებისა, გულშემატკივრების, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შენთვის ასევე. მინდა დავიწყო იმით, რომ ძალიან მაგრა ჩატარდა და სპორტის სამინისტრომ და ფედერაციამ ძალიან მაგრა გაართვეს თავი და მადლობა მინდა მათ გადაუხადო, იმიტომ რომ უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული და ეხლა მე რა ვიცი, მე-6 თუ მე-7 მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩემთვის და რეალურად იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს საქართველოში ჩატარდა, ძალიან მაღალ დონეზე იყო და თითოეული სპორტსმენი ძალიან კმაყოფილი წავიდა აქედან, რა თქმა უნდა, ქვეყანაც ძალიან მოეწონათ და ყველაფერი იყო იდეალურად. რაც შეეხება ეხა შედეგს, დიდი ხანია ველოდებოდი ამას. ჩემ თავს ყოველთვის მაქსიმუმს ხო, რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი ასეა და ორმაგად გასახარებელია, იმიტომ რომ საქართველოში ჩატარდა და აი უბედნიერესი ვიყავი ჩემი ოჯახის თვალწინა, ჩემი საყვარელი ხალხის თვალწინ, გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ეს რა ვიცი, ძალიან მაგარი ტიტულია. მადლობა სანდრო და რა თქმა უნდა, სანდრო გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებულებას. მადლობა თქვენ.